კიდევ ერთხელ განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც კავკასია როგორც მთავარი შუა დერეფნის გასასვლელი იმ ვითარებაში, როდესაც სამხრეთ კომერციულ გზებზე, ჩრდილოეთის კომერციულ გზებზე, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ევროპასა და აზიას, ყველგან დღეს ძალიან პრობლემურია მოძრაობა, ორმაგ დატვირთვას იძენს შუა დერეფნის მნიშვნელობა და ინტერესი, როდესაც თან ვიცით, რომ ჩვენს მეზობელსა და სომხეთსა და აზერბაიჯანზე გაივლის ეგრეთ წოდებული ტრამპის გზა. ეს შუა დერეფანი უბრალოდ არასრულფასოვანი იქნება ბოლომდე, სანამ აქ არ იარსებებს ღმაწვოვანი პორტი და ერთ-ერთი ღმაწვოვანი პორტი ამ დერეფანზე ეს ანაკლია იყო, ეს შესაძლებლობა იყო ანაკლია. ჩვენ ამას ვამბობთ 2019 წლიდან დღემდე, რომ საქართველოს არ კარგავს უბრალოდ რაღაცა ერთ კარგ კომერციულ პროექტს. საქართველოს კარგავს რეალურ შესაძლებლობას, რომ ერთ თაობაში ამ ქვეყანამ მოახდინოს ერთი მხრივ ეკონომიკური გარღვევა და იყოს საინტერესო მთელი მსოფლიოსთვის, მოდი პირდაპირ ვთქვა და საინტერესო საქართველოს მთელი მსოფლიოსთვის იქნება მხოლოდ მისი გამტარუნარიანობით და არა რესურსებით, იმიტომ რომ რესურსები ამ ქვეყანას არ აქვს, იქნება მინერალები თუ რა სხვა ნავთობი ან რამე. ამიტომ ერთადერთი საშუალება იყო ეს გამტარუნარიანობის სრულად შესრულება, რკინიგზის მოდერნიზება და ღრმაწვოვანი პორტის არსებობა. ერთ თაობაში შეიძლება საქართველოს გამდიდრდეს და გახდეს მნიშვნელოვანი და საინტერესო ნაწილი საერთაშორისო კომერციული ჯაჭვის. ერთი და მეორე, საქართველოს აი ამ პერსპექტივით და განსაკუთრებით 2022 წელს შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების შემდეგ, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, აი ამ ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს ანაკლის პორტით და იმ მნიშვნელობით, რაც მის გამტარუნარიანობას გაზრდიდა, საერთაშორისო დასავლური უსაფრთხოების ხოლგის ნაწილიც გამختارიყო, ესეც იყო შესაძლებელი. ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომით და ეს რომ არ არის უბრალოდ სიტყვები და რაღაცა ფანტასტიკა და შორეული პერსპექტივა, ამას აჩვენებს ის, რომ საქართველოს მეზობლად სომხეთში ტრამპის პირობებში, არა რომელიმე დემოკრატიული ან სხვა ნეოკონსერვატიული ადმინისტრაციის პირობებში, არამედ ტრამპის შეერთებული შტატების პირობებში, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ჩვენი მეზობელი სომხეთი ხდება ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო ზონა შეერთებული შტატებისთვის, სადაც სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელოვნური ინტელექტის სიმძლავრე იკიდებს ფეხს, NVIDIA-ს ქარხანა და გაივლის ის ცნობილი ტრამპის დერეფანი და გზა და ეს ყველაფერი ხდება დღეს საქართველოს გვერდის ავლით და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა აქცია, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, რომ საქართველოს აქციოს იმათ, რაც ის იყო საბჭოთა კავშირის დროს, ხო? ჩიხი, უკანასკნელი წერტილი ცივილიზებულ სამყაროსთან იმ ადგილას, სადაც რუსეთი ცდილობს, რომ ააშენოს კედელი. რა თქმა უნდა, ეს მცდელობა აი ამ რაღაცა ბნელი იმპერიის და წარსულის იმპერიის საბოლოოდ დარწმუნებული ვარ, რომ მარცხით დასრულდება, მაგრამ ის რომ აი დღეს 2026 წელს აპრილის თვეში, აი აქ სადაც ვდგევარ, იქით პორტი უნდა იყოს და აი აქ უნდა გუგუნებდეს ურბანული განვითარება. იმიტომ რომ პირდაპირ ესეც არ არის რა, ფანტასტიკის ჟანრი, ვისაც არ სჯერა, შეუძლია, არ ვიცი, ხელოვნური ინტერესი კითხოს, ან დაგუგლოს უფრო ძველი ვარიანტით. იმპორტების ისტორია, განვითარების ისტორია, რომლებიც აი ესეთ ადგილებში აღმოჩენილა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თაზო, აი 3 მაქსიმუმ 5 წელიწადი ჭირდება აი ამ განვითარებას. რომან გოცირიძემ გავრცელა ინფორმაცია ანაკლიასთან დაკავშირებით, რომ ჩინურ კომპანიის პირობები, მოკლედ ანაკლის პორტთან დაკავშირებით, ის რომ არ უნდა გაფართოვდესო ფოთის და ბათუმის პორტები არავითარ შემთხვევაშიო და თუ საკმარისი რაოდენობით ტვირთბრუნვა არ იქნება და ანაკლისი იქნება, ეს უნდა ანაზღაუროსო საქართველოს ბიუჯეტმაო, საქართველოს სახელმწიფომო, ხო? ანუ პირველ პირობაზეო, რომან გოცირიძის თქმით, თანახმა ქართული ოცნებაო, მაგრამ ამ ზარალის ანაზღაურებაზე ჯერ კიდევ ფიქრობსო და ეს იყო ასევე ზარალის თემა ერთ-ერთი საკითხი მამუკა ხაზარაძესთანაც დაკავშირებით, ხო? ხო, მაშინ არ დასთანხმდნენ ამას. ხო, ახლა რას ფიქრობთ? რამდენად შეიძლება ეს რომ რეალური პირობები იყოს და რამდენად მისცემს დასთანხმდება ამ პირობებზე ქართული ოცნება და გადავა ჩინური კომპანიის ხელში ანაკლი. ბატონო რომანი აბსოლუტურად სწორს ამბობს, მოთხოვნა აბსოლუტურად ყველა ინვესტორის, რომელიც აქ ფულს ჩადებს, რა თქმა უნდა იქნება ის, რომ საპორტო ტვირთები და ტვირთბრუნვა გადააზღვიოს სახელმწიფომ. რა თქმა უნდა ეს პირობა აბსოლუტურად ყველა ინვესტორს ექნება. ეს ხო არ არის კომერციული პროექტი. ერთხელ სამუდამოდ ხომ უნდა დავასრულოთ ამაზე ლაპარაკი და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ არის. როდესაც შენ ჭრი რეალურად ფანჯარას ევროპაში, როდესაც შენ ჭრი იმ ფანჯარას, რომელიც
საქართველოს ერთ თაობაში მომავალი არის. საქართველოს ერთ თაობაში პერსპექტივა არის ყველა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ყველა ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ საქართველოს რამოდენიმე საფეხურით წინა იწვიოს და ეს იქნება სოციალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად წინ აღმოჩნდეთ. აი როდესაც ამ ფანჯარას ჭრი და ამერიკელ საერთაშორისო ინვესტორებს, რომელიც კონსორციუმში ფულს დებდა, ეუბნები, უბრალოდ მიზეზს იგონებ, რაღაცა აი მიზეზს იგონებ, საჩხუბრად რომ ხალხი მიზეზს იგონებს ხოლმე, რომ აი ეხა ამას არ დაგისხებ. აი ეს არის მთელი უბედურება და სამშობლოს ღალატი. აქ არის სამშობლოს ღალატი. მობრუნდა ეს ამბავი უკვე 7 წელია და აგერ ეს ჩინური კომპანია, რომელიც რაღაცა რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორობა გააბეს ჩინეთთან და ზემოზე არაფერში ეს არ გამოიხატება, იგივეს ითხოვს და ყველა იგივეს მოითხოვს, იმიტომ რომ სახელმწიფო უნდა იყოს თანამონაწილე ასეთი მასშტაბის პროექტის. ყოველთვის ესე არის, ყველგან სადაც წარმატებას მიაღწიეს ასეთმა პროექტებმა, რა თქმა უნდა სახელმწიფო თავის როლს ასრულებდა და ამ შემთხვევაში ანაკლის კონსორციუმი არ ითხოვდა სახელმწიფოსგან რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას, ითხოვდა უბრალოდ რკინიგზის გამოყვანას, ითხოვდა გზის სწორად გამოყვანას, რაც სახელმწიფოს ფუნქცია და რაც აგრეთვე სახელმწიფოს ფუნქცია, რომ უმაღლეს დონეზე დაეზღვია ამ პორტის საქმიანობა და ეს დაზღვევა არ ნიშნავდა რაღაცა კი ბატონო, აი დრო გვეწურება ხო განაცემს, ეს ნიშნავდა გარანტიას. დამიდასტურეთ თუ კიდევ ძალაშია ინიციატივა ტრამპის სახელი რომ დაერქვა სანაკლიის პროექტს. თავდასოფო იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან და იმ პირდაპირ ვთქვათ რა დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში არაორდინალური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც არის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დამყარებული, ჩვენ თვლით რომ რა თქმა უნდა ეს არის საინტერესო ჟესტი იმისათვის რომ დაინტერესება იყოს მეტი იმ ინვესტორების მხრიდანაც რომელიც მაგალითად ტრამპის ადმინისტრაციას დღეს მხარს უჭერს და ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საერთაშორისო ეკონომიკაში. ამიტომ აქ არ მგონია რომ რამე სათაკილოა საკილიკო იყოს. კი დღეს ასეთი ვითარება არა გადავამოწმე უბრალოდ თქვენი ინიციატივა ამ პორტს დაერქვას ტრამპის სახელი, მაგრამ იმ მომენტიდან როდესაც იპოდრომის 7 კორპუსიან ჯოჯოხეთს დაარქვეს ტრამპის სახელი, თბილისის ურბანულ გენოციდს დაარქვეს ტრამპის სახელი ქართულმა ოცნებამ და ამაში დაახურდავა აი ის გეოპოლიტიკური შესაძლებლობა რაც ანაკლიაში შეიძლება რეალურად ყოფილიყო, აი აქ დაახურდავა ივანიშვილმა როგორც ყველაფერს ახურდავებს მისი მასშტაბიდან გამომდინარე, ხო ნუ ეხლა რა თქმა უნდა გააუფასურეს პირდაპირ ვიტყვი ტრამპის სახელი ამ ქვეყანაში, პირდაპირ ვიტყვი ამას, მაგრამ იმ შემოთავაზება რომელიც ჩვენ გქონდა, მგონია რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება ყოფილიყო ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომელიც დღეს გვაქვს. დიდი მადლობა.